ყველაზე გამორჩეული დღესასწაული ქრისტიანული სამყაროსთვის ეს არის სულთმოფენობა. პირველი მოვლენა და ბოლო. ამისთვის იყო ყველაფერი. ქრისტეს განკაცება, ქრისტეს ჯვარცმა, ქრისტეს აღდგომა და ქრისტეს ამაღლება. აი ეს ყველაფერი, რაც უმთავრესია ქრისტეს მოღვაწეობაში, იყო იმისთვის, რომ ადამიანზე გადმოსულიყო სულიწმინდა და ადამიანი გამختارიყო გამღრთობილი. თუ შობა იესო ქრისტესი არის ღმერთის განკაცება, სულთმოფენობა არის ადამიანის გამღვთობა. მამის უკან არის სახლი. ძის უკან არის ხე. და სულიწმინდის უკან არის მთა. უმნიშვნელოვანესია სამი ხეა. სამოთხეში. ხე სიცოცხლისა, ხე შეცნობისა, კეთილისა და ბოროტისა და ყოველი ხე მესამე. მამა მინება თქვა ძის მიერ შეიქმნა სიტყვა. სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი იგი და სულიწმინდა ანაყოფიერებს. იგივე ხდება ჩვენთანაც. მამის მიერ მოგზავნილი სიტყვა გვაცოცხლებს და ნაყოფს გვაძლევს სულიწმინდა. მოგესალმებით ყველას გადაცემათა ციკლში მამა დოროთეს ამბიონი. დროება YouTube-ზე ვაგრძელებთ ლექციების ციკლს, რომელსაც უძღვება არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი. მადლობა მას ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ქრისტიანულ დღესასწაულზე უკვე ვისაუბრეთ და როდესაც ამ გადაცემას წერთ, გვიახლოვდება ერთ-ერთი ალბათ, ყველაზე გამორჩეული დღესასწაული მართლმადიდებლური სამყაროსთვის, ქრისტიანული სამყაროსთვის ეს არის სულთმოფენობა. დღე მოვლენა, რომლიდანაც შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიის დაარსების მოვლენას უკავშირდება ეს და ათვლა შეიძლება ითქვას, რომ ამით იწყება კიდეც. ეს არის დღე, როდესაც მოციქულებისთვის ყველა მადლთან ერთად, რომელიც მათზე გადმოვიდა, ნათელი გახდა, რომ ის ცოდნა და რწმენა, რომელიც მათ ჰქონდათ ეკლესიის კედლებში დასატოვებლად კი არ ებოძათ, არამედ ეკლესიის კედლებს მიღმა უნდა გაეტანათ აქტიურად და მინდა რომ დღეს სწორედ ვისაუბროთ ამ დღის მნიშვნელობაზე, მის შინაარსზე და შეუძლებელია სულთმოფენობაზე განმარტებები არსობრივად უფრო გასაგები გახდეს ჩვენი აუდიტორიისთვის, თუ არ განვმარტავთ სამების წმინდა სამების შინაარსს, მის მნიშვნელობას და შემთხვევითი არ არის, რომ ეს ჩვენი საუბრის ფონადაც გვაქვს შესაბამისი აღწერილობები მოვლენებისა, რომელზეც დღეს ჩვენ ვისაუბრებთ. მამა დოროთე, მადლობა კიდევ ერთხელ მაყურებელს შევახსენებ და ვთხოვ, რომ გამოიწერონ ჩვენი არხი, მოიწონონ და გააზიარონ გადაცემები და ახლა კი ვისაუბროთ სამებაზე, სულთმოფენობაზე. მადლობა. მივესალმები ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. საკმაოდ რთული თემაა. რთულია იმ გაგებით, რომ არ არსებობს რამე ანალოგი, რაც შეიძლება მაგალითად მოვიყვანოთ იმისთვის, რომ ამოხსნათ რა არის სამება. უბრალოდ ყველა მაგალითი არის მაინც პირობითი, რაღაცით მსგავსი, მაგრამ არა ის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად აუცილებელი ქრისტიანისთვის და საერთოდ ადამიანისთვის არის ცოდნა სამებისა, მამის, ძის და სულიწმინდის. თქვენ როგორც ახსენეთ, სულთმოფენობა ეს არის ეკლესიის დაარსება და აქედან არის ათვლა საერთოდ ეკლესიის მადლის მოფენისა. ცირედით რომ შევეხოთ ამ თემას, სულთმოფენობა არის პირველი მოვლენა და ბოლო.
ანუ ბოლო იქიდან განგებულებიდან ბოლო ამისთვის იყო ყველაფერი ქრისტეს განკაცება, ქრისტეს ჯვარცმა, ქრისტეს აღდგომა და ქრისტეს ამაღლება აი ეს ყველაფერი რაც უმთავრესია ქრისტეს მოღვაწეობაში ეს მოვლენები იყო იმისთვის რომ ადამიანზე გადმოსულიყო სულიწმინდა და ადამიანი გამختارიყო გამღრთობილი თუ შობა იესო ქრისტესი არის ღმერთის განკაცება ანუ ღმერთი განკაცდა კაცი შეიმოსა სულთმოფენობა არის ადამიანის გამხდობა ადამიანის ღმერთად გახდომა ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი რომ ადამიანი გაეხადა ქრისტეს სულიწმინდის ჭურჭელი და ადამიანში დამკვიდრებულიყო სულიწმინდა ღმერთი და სულიწმინდის მეშვეობით და სულიწმინდაში ძე და მამა ამიტომ ადამიანი არის სამების სამკვიდრებელი როგორც ავგუსტინე ამბობს ღმერთმა შექმნა ადამიანი და დაისვენა ნიშნავს რომ შექმნა ისეთი არსება რომელშიც განისვენებდა და რომელიც იმოქმედებდა ღვთის ნებელობით და ღვთის განგებით და ღვთის სურვილით რაც არ მოხდა ამიტომაც ამბობს რომ რაც იუდეველებს ძალიან გაუკვირდათ მამაც ჩემი აქამდე იქმს და მეც ვიქმ არადა ბიბლიაში წერია ღმერთმა დაისვენა და თუ ღმერთმა დაისვენა მაშინ როგორ იქმს ხო ესეთი კითხვა იბადებოდა და ქრისტეს მიერ ნათქვამი რომ მამა ჩემი აქამდე იქმს და მეც ვიქმ ეს არის ის რომ ღმერთმა რომელმაც განისვენა ადამიანში და ეცა ადამიანი და გააგრძელა ადამიანის სრულყოფილება ისევ მოქმედება ოღონდ ადამიანის მიმართებაში მაგრამ აი დაისვენა არარაობისგან არაფერს არ ქმნის ამას ნიშნავს არარაობისგან არაფერს არ ქმნის არარაობისგან ერთხელ შექმნა და შემდეგ მაგალითად ადამი მიწისგან ევა ნეკნისგან ჩვენ ადამისგან და ევასგან და ქრისტე მარიამისაგან და სულიწმინდისაგან განკაცდა ანუ სხვადასხვა მაგრამ ერთია ადამიანი და აი ეს ადამიანის სრულყოფილებისთვის იქმს მამა და იქმდა ძე და სულიწმინდა და აი ეს მოქმედებები აღასრულა იესომ განკაცებულმა ღმერთმა და დაასრულა ადამიანის სრულ ქმნა რომ ადამიანი ისევ დაუბრუნა ღმერთს და ღმერთი დაუბრუნა ადამიანს მოკლედ ეს არის სულიწმინდის გარდამოსვლის მაგრამ თლიანობაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან საინტერესო და ძალიან რთული საკითხი ხა რაც შეეხება სამებას და კერძოდ მინდა ვისაუბრო რუბლოვის ხატზე რომელიც არის ჩვენს მონიტორზე უნდა აღნიშნოთ ესეთი რაღაცა რომ სანამ რუბლოვი დახატავდა ეს არის სოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების და არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ აღიარებული სამების ხატი და ეს მხოლოდ სამების ხატად იქცა რუბლოვის დახატვით მანამდე სამი ანგელოზი რო იხატებოდა არც ერთს არ ეწერებოდა წარწერა სამება არც ერთს ყველგან ჩვენც გვაქვს ძველი ხატები და ყველგან არის აბრაამის სტუმრობა აბრაამს რომ ესტუმრა სამი ანგელოზი მაგალითად ჩვენ გვაქვს შიომღვიმის კანკელის ხატი მუზეუმშია
ოღონდ ხატი არ არის, არამედ ქვაზე კვეთა არის, კანკელის ქვედა ნაწილი იყო, როგორც ჩანს, ახლა მუზეუმშია, ქვაზე კვეთა და შუა ანგელოს თავზე აქვს ჯვარი. რადგან რუბლოვთანაც ის ქრისტეა. და ყველა ამ აბრაამის სტუმრობის დროს შუაში არის ქრისტე. ანუ ძე. ანუ ანგელოზი არ არის გამოსახული თუ ანგელოზია, რომელიც იგულისხმება რომ ქრისტეა. რომელიც იგულისხმება რომ ქრისტეა. გასაგები. და აქაც შესამოსლის მიხედვით და სხვა დანარჩენი მიხედვით მაგას ახსნი, ხვდებით რომ შუა ანგელოზი ეს არის ქრისტე. ანუ არის ძე. ბიბლიაში სამი ანგელოზის გამოცხადება არის ესე აღწერილი, რომ აქ და გამოეცხადა უფალი აბრამს მამრეს მუხასთან, როდესაც ის შუადღის ხვატში იჯდა თავის კარვის წინ. და აღაპყრო მან თვალი და დაინახა, რომ სამი კაცი დგას მის ახლოს. და როცა დაინახა ისინი, გაიქცა მათ შესახვედრად კარვის შესასვლელიდან და თაყვანისცა მათ მიწამდე და თქვა, ბატონო, თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, გვერდს ნუ აული შენს მსახურს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. დააკვირდით, აბრამმა დაინახა სამი კაცი იდგა შორი ახლოს, მივიდა თაყვანისა როგორც სტუმრებს. აბრამი ამ შემთხვევაში აზრზე არ არის, ვინ არის ეს, რა ხდება? ამ შემთხვევაში თაყვანისა ნიშნავს მიესალმა. მიესალმა და მაშინდელი წესით როგორც თაყვანისებდნენ, მაგრამ თაყვანისა, აი მასაც განმარტავ, რატო? არა როგორც ღმერთს, არამედ მიმართავს, ამ სამს მიმართავს როგორც ერთს, ბატონო, გვერდს ნუ აული. ეხლა ამაში ბევრი მამა, წმინდა მამები ხედავენ, რომ რახან სამია და ერთს მიმართავს, ანუ სამება ერთ არსება, მაგრამ ეს პირდაპირ გაგებით ვერ გაიგებ, იმიტომ რომ სამება არც იცოდა აბრამმა, სამება ძველ აღთქმაში ეგ სამება არავინ არ იცის. მიუხედავად იმისა, ბიბლიაში წერია ქმნეთ მრავლობითი წერია, მაგრამ სამება განცხადებული არ იყო. და აქ ახლა როგორც სამებას მიმართავს არ არის ეს მაინც სიმბოლურად ასე გადმოიტანა ზოგიერთმა მამამ და შეიძლება, მაგრამ ესე არ იყო და ოქროპირი და ბევრი მამა ამბობს ესეთ რაღაცას, რომ ეს იყო ძის წინა სახე ანგელო კაცის სახით. ახლა ანგელოს ხო ხატავენ, აი ფრთებით. მაგრამ აბრამს ფრთებით კი არ უნახია ვინმე. სამი კაცი ნახა. და აბრამი მარიცის ეს ანგელოზი როა, მაგრამ რატო იხატება მე ეს ჩვეულებრივი კაცები ანგელოზად? აი ლოთმაც ორი ჭაბუკი ნახა, სახში რო დაპატიჟა, საჭმელი რო აჭამა. იმიტომ რომ ისინი ადამიანების სახით ეცხადებოდნენ, მაგრამ მე რომ ისინი არ იყვნენ ადამიანები, ესე იგი ღმერთის მოგზავნილი იყო და ღმერთის მოგზავნილი არის ანგელოზი. სიტყვა ანგელოზ თუ თარგმნით, ღმერთის მოგზავნილი. სიტყვა ამას ნიშნავს. ხო, და სახესღებულობდნენ, მაგრამ ადამიანები არ ხდებოდნენ. და ერთს იმიტომ მიმართავს ოქროპირსა და ეს მე მომწონს და სწორია, ერთი იყო გამორჩეული. და როგორც ჩანს, აბრამმა დაინახა ბატონი და მისი ორი მსახური. ამიტომ მიმართავს ხოლობითში. ანუ ბატონი როცა თავის მსახურებთან ერთად სადმე მიდიოდა, მარტო ბატონს მიმართავდნენ. ეს ბატონის მიმართვა უკვე მის მსახურებსაც ეკუთვნოდა როგორც მისი ბატონის მოკითხვა, მაგრამ ერთს მოიკითხავს, ერთს ეუბნება, ნუ აულით არ ამბობს, ნუ აული გვერდს ჩემს კარავს, შემოდი. და შემდეგ რომ შევლენ იქ ეუბნება ერთ-ერთი რომ სარაო შობსო გიშობსო შენ ძეს და შარას გულში გაეცინაო და რატო გაეცინა სარამო
და სარამბოს არ გამიცინია და მაგით ხვდება რომ არ არის ეს ჩვეულებრივი კაცი აბრაამი. რომ გულში გაეცინის ხო, და თან გასარა იქვე არ იდგა, კარავში იყო და ეს მოდაო. ეს რო ეუბნება აბრაამს და მეო ბებერი ვარო, ჩემი კაციცო უკვე დაბერებულია რაღაც დრო ჩვენი შვილები არისო და გულში გაეცინაო. და რატო გაიცინა სარამ უკვე მიხვდა ახლა ამის დანახვა არავის არ შეუძლია, ესე იგი არ არის ეს ჩვეულებრივი კაცი და აქედან ხვდება აბრაამი რომ ერთთან აღსაქმე. და მით უმეტეს შემდეგ ორი მიდის სოდომში და გომორში და ერთი რჩება. და აქედან გამომდინარე ეს იყო ძე და ორი ანგელოზი ქრისტეს სახით ადამიანის სახით გამოეცხადა და ორი ანგელოზი წავიდა სოდომში და ესაუბრება ერთს. აი თუ 50 იქნება ხوار დაღუპავ. მე ეუბნება მე მატლიდან აცარი გავბედავ და ეთი 5 რომ მოაკლდეს მაინც ხوار და ბოლოს მოდის 10-მდე და 10-იც არ აღმოჩნდა. და ეს მატლიდან აცარს რო ამბობს, ანუ ღმერთის სიახლოვეს გრძნობს ამას ადამიანი საკუთარ თავს მატლად და რო არავინ არის. საერთოდ არავინ რო არ ახარ ამას ვერ დაინახა თუ ღმერთი არ მოგიახლოვდა. და ღმერთი რომ მოგიახლოვდება, მხოლოდ მაშინ ხედავ რომ შენ არაფერი არ ახარ, ის არის და მასთან ერთად ხარ რაც ახარ. ეს არის ეს სულიწმინდა რო გადმოდის ადამიანზე, თვითონ არის цаრიელი, ჭურჭელი ამას ხედავს და მის გარეშე არა აქვს არავითარი ხსნა, არავითარი სისავსე. ეს მიღებული იყო რომ აბრაამს გამოეცხადა 3 ანგელოზის სახით სამება ზოგიერთ მამათა მიერ ნათქვამი უფრო მეტად ამას ამბობდნენ როცა ეკლესიათა შორის მოხდა განხეთქილება სამების დოგმატის გამო. და ეს ხატიც შექმნილია სამების დოგმატის გამო განხეთქილი ეკლესიის შემდეგ. ანუ როცა დასავლეთმა ბრძამში შეიტანა ცვლილება და თქვა სულიწმინდაზე, რომელიც გამოდის მამისაგან და ძისაგან. აი ეს დოგმატის აი ეს დარღვევა რომ ჩვენ გვაქვს მართლმადიდებლად რომელიც გამოდის მამისაგან. მამისათანა და ძისათანა თაყვანისცემების. და ეს დარღვევა რო ჩაითვალა, ამის შემდეგ იქმნება აბრაამთან გამოცხადებული 3 კაცის, 3 ანგელოზის ხატი, როგორც სამების ხატი რუბლოვის მიერ და როგორც ამბობენ სერგი რადონეჟელის მოწაფე იყო. სერგი რადონეჟელი ერთ-ერთი დიდი წმინდანია რუსული ეკლესიის. და სხვა ხატი ესეთი არ არსებობს. არსებობს მოხუცი კაცი, ჩვილი იესო და მტრედი სახით სულიწმინდა. ის არაკანონიკურია სამების ხატად. ეს უკვე კანონიკურია. ეს კანონიკურია, მაგრამ ეს არ არის სრულყოფილი ხატი სამების. სამების სრულყოფილი ხატი არის იესო ქრისტეს პანტოკრატორი. რატო არ არის ეს სრულყოფილი? იმიტომ რომ ის ანგელოზი არ გამხდარა. სამება ანგელოზი არ გამხდარა, ძე განკაცდა და ძეზე გადმოვიდა სულიწმინდა და მამა და ძემ თქვა რომ იესომ თქვა რომ ვინც მე მიხილა, მამა იხილა. და იესომ მოგცა. შებერა და უთხრა, მიიღეთ სულიწმინდა. ასევე იესომ გითხრა რომ მოგივლენთ მამის მიერ შეპირებულს, რომელიც მამისაგან გამოდის. მაგრამ მოგვივლენს ის. ანუ სამებაზე ესე ვამბობთ რომ სულიწმინდა მამისაგან გამოდის, ძის მიერ მოგვეცემის. მამები იმასაც კი ამბობდნენ რომ იესოს სულს ეძახდნენ. რადგან იესომ მიცა კაცობრიობას. მაგრამ იესოს სული არ ნიშნავს კაცობრიობის სული და იმას, არა. იესოს სული იესოს მიერ მოცემული სულიწმინდა. რადგან მან შებერა და უთხრა მიიღეთ სულიწმინდა. და აქედან გამომდინარე ხლა ეს ხატი არის როგორი
საღვთისმეტყველო მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია. ღვთისმეტყველება აქვს რუბლოვის ხატს უნიკალური. ვიტყოდი რომ ფუნჯით ესე არავის არ გადმოუცია სამების დოგმატი. არავის, არასოდეს. და ამაზე უკეთესად ვერავინაც ვერ გადმოსცემს. ეხლა პირველი შესამოსლები. მამა არის აიქეთ ხატის ანუ თქვენს ხარეს, შემდეგ შუაში არის ძე და აქეთ არის სულიწმინდა. მამას რო აცვიეს ხაწერაში ეს ფერი, ჩალისფერი, სტაფილოსფერი თუ რას დაუძახებთ, აი მიუწდომო ნარინჯისფერი. მიუწდომელობის ფერად არის მიჩნეული. მიუწდომელობის. ქრისტეს ანუ ძეს რაც აცვია, ეს არის ზემოდან ლურჯი და შიგნით წითელი. მეწამული. ეს ნიშნავს რას? სისხლის ფერს. ეს ნიშნავს იმას, რომ თავდაპირველად არის ძე და ეს ძისფერი არის ზედაფერი, ანუ პირველი, ანუ ძე არის რომელიც სისხლის ფერი, იმიტომ აცვია რომ ხორცი შეისხა. მიწისფერი ხო არის? მიწა არა, აი ხორცი, სისხლის ფერია. ხორცს ნიშნავს სისხლი. ადამიანური სისხლი მიიღო, ადამიანი შეიმოსა. და სულიწმინდა არის უფალი, აი შიგნით რო აცვია, მაგრამ გარეთ აცვია მწვანე, რომელიც არის სიცოცხლის მომნიჭებელი, სიცოცხლის ფერია მწვანე. ის გვანიჭებს სიცოცხლეს. ესე წერია თქვა ღმერთმა და იქმნა და სულიწმინდა იძროდა წყალთა ზედა. ანუ ამაზე განმარტება არის, რომ სულიწმინდა ანაყოფიერებდა. ხო ძის მიერ შეიქმნა, მამამ თქვა, მამამ ინება თქვა, ძის მიერ შეიქმნა სიტყვა. თავდაპირველად იყო სიტყვა იოანე რო ამბობს, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი იგი. და სულიწმინდა ანაყოფიერებს. იგივე ხდება ჩვენთანაც. სიტყვა მამის მიერ მოგზავნილი სიტყვა გვაცოცხლებს და ნაყოფს გვაძლევს სულიწმინდა. ეს ახლა რაც შეეხება შესამოსელს, აი მე ძალიან ხშირად ვეუბნებოდი ხოლმე საქართველოში, ხატწერებს, ვინც სამების ხატს ხატავდა, უთხარი ერთხელ, მაგრამ არ გაითვალისწინეს კიდევ და ცენტრალური ხატები რაც არის სამებაში. მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი არის ახლა აქ წარგზავნილობის ნიშანი. შუანგელოს დააკვირდით ხილულად აქ ეს ყვითელი ნიშანი რო არის მხარზე. ყვითელი ნაჭერს ნიშნავს, მაგრამ დიახ. შეიძლება სხვადასხვა ფერის იყოს. ეს არა აქვს მამას. ძეს აქვს ხილულად, რო კარგად ჩანს ისე და სულიწმინდასაც თუ კარგად დააკვირდებით, ნახე ხაზებით თითქოს ერთ ფერშია. მაგრამ ცოტა მუქიც არის და ჩანს, მაგრამ უხილავად ჩანს. უხილავად. აი ეს არის სამების უმთავრესი დოგმატი. რომ მამა არის რომელმაც მოავლინა ძე და რომელმაც მოავლინა სულიწმინდა, მაგრამ ძე განკაცდა და ხილული გახდა. ანუ ჩვენ პირდაპირ ძეს კი ვერ დავინახავთ, მაგრამ უმეტესად ხილული, განცხადებული, მან განგვიცხადა მამა და სულიწმინდა. ძემ განგვიცხადა, იესომ განგვიცხადა, იმიტომ რომ განკაცდა. ამიტომ მას აქვს ეს არის წარგზავნილობის ნიშანი, ანუ ელჩობის ნიშანია. ელჩებს ქონდათ ძველად ასე ორივე მხარეს ნაჭერი და ეს აქვს ანგელოს წინასწარმეტყველებს და ეს აქვს იესოს და ეს აქვს სულიწმინდას, ოღონდ სულიწმინდას უხილავად. სულფოფენობისას ხო გადმოვიდა ცეცხლის სახით, ქრისტეზე მტრედის სახით, მაგრამ არც ცეცხლია სულიწმინდა და არც მტრედი. არც მტრედი გამხდარა, არც ცეცხლი გამხდარა. დღესაც გადმოდის ჩვენზე, მაგრამ უხილავად.
მაგრამ გადმოდის ადამიანებზე. აი მაგალითად ნათლობის დროს 100%-ით ვიცით რომ გადმოდის. 100, 1000, 10000%-ით ვიცით რომ გადმოდის, მაგრამ ვერ ხედავთ. მაგრამ წარმოგზავნილია მამის მიერ. ამიტომ არის მამა არსად არ წარიგზავნება. მამა წარგზავნის. ამიტომ მამას არ შეიძლება ეს კონდეს. მისი წარგზავნილება. მისი წარგზავნილია. ქრისტე და სულიწმინდა, ერთი ხილულად და მეორე სულიწმინდა. ერთი უმეტესად ხილულად, ანუ ღმერთი არავისა და უხილავს, ეს ნიშნავს რომ ჩვენ არ გვიხილავს არც მამა, არც ძე, არც სულიწმინდა. აი ეს ხილულს მაგას ვერც ძეს იხილავ, ვერც მამას, ვერც სულიწმინდას, მაგრამ ძენ რახან განგვიცხადა თავისი თავი და ღმერთი, ამას ვეძახით ხილვას. უმეტესად ხილვას და სულიწმინდა განგვიცხადებს ოღონდ რაღაცის სახით. მაგრამ შეიძლება საერთოდ არ აფლის სახით, არც ცეცხლის, არც მტრედის, არც ასევე ამ ხატის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უკანა ფონზე რაც დახატა რუბლოვმა. მამის უკან არის სახლი. ძის უკან არის ხე. და სულიწმინდის უკან არის მთა. უმნიშვნელოვანესია. ეხლა მამის უკან რატო არის სახლი? აი ეს მომენტი წრეს ქმნის, აი მამა როგორ უყურებს ძედა სულიწმინდას და ძედა სულიწმინდა როგორ უყურებს მამას. აი ეს ხედვის წრე არის. მარადისობის წრე. და როგორც ამბობენ და როგორც განმარტავენ რუბლოვმა აქ აიღო ის მომენტი დაჭერილი მომენტია სამების ბჭობის. უქმნეთ კაცი ხატად ჩვენდა. სამებამ ხო იცის რო კაც რა მოუვა. და მაინც ქმნის. იმიტომ მიუხედავად იმისა, კაცი რო დაეცემა, მაინც ქმნის, იმიტომ რომ ძე მზად არის რო განკაცდეს და წინ უდევს ტარიგი. რომ სხვერპლად შეეწიროს და გამოიხსნას კაცი. და სულიწმინდა თანხმიერია. აი სულიწმინდას ესე აქვს ხელი, ის აკურთხებს. მამა აკურთხებს ძე და სულიწმინდას და ძე აკურთხებს ძღვენს, კი? კი. მზათავარ. და სულიწმინდა თანხმიერია. ეხლა სახლი რატო არის? ეს არის განგებულება, ან ბჭობა, განგებულება შემოქმედების. სახლი რუსულად ბერძნულში არის სიტყვა ეკონომია. ეკონომოსი. ეს არის ქართულად განგებულება. გამგებელი. გამგე ამ სიტყვიდან მოდის. ანუ თარგმანია, ჩვენ თარგმნეთ. და ასევე ეს სიტყვა არის სახლთო ხუცესი. ძველა და ეს სახლთო ხუცესები მეფეებს რო ყავდა რაღაც. სახლთო ხუცესი ეს არის რუსულად არის დამასტრაიტელსტვა აცა. დამასტრაიტელსტვა არის სახლთმშენებლობა, სახლთო ხუცესობა მამისა. ჩვენ რასაც სამინება ხო თქვით? ღვთისნება, ღვთის განგებულება და ღვთის დაშვება. აი განგებულება არის ეს რომ ძე განკაცდება. დაშვება არის რომ ადამი დაეცა. და ღვთისნება არის რომ ადამი შექმნა. კეთილი. ანუ სიკეთე. მაგრამ სიკეთეს როცა ბოროტებად გამოიყენებს ვიღაცა განგებულებით იმ ბოროტებას საწინააღმდეგოდ ისეთი სიკეთე მოხდება რომ გამოიხსნის. ანუ ეს არის განგებულება. განგებულება არის უფრო ვრცელი, შორი და აი 64-ში აღთქმული რომ მოვა ქალის მიერ ნაშობი და გამოგიხსნის. სტრული სურათი. და აი იქ 64-დან დაწყებული აი
დღევანდელ დღემდე სულთმოფენობამდე რასაც აღნიშნავთ, ეს იყო განგებულება. რომ ადამიანს ისევ დაუბრუნდებოდა ღმერთი და ადამიანი ისევ დაუბრუნდებოდა ღმერთს. ეს არის მამის განგებულება. აი ამ მამის განგებულება, ანუ სახლი. დააკვირდით, ორი სარკმელია. კი ბატონო, ორი სარკმელი. ანუ ვიღაცები პირდაპირ სახლს ხატავენ რაღაცა არაფერს არ ნიშნავს. ორი სარკმელია. რატო? იმიტომ რომ მხოლოდ ორი ჰიპოსტასი მამის, ძის და სულიწმინდის ხო არის? ძე და სულიწმინდის მეშვეობით გებულობ მამის განგებულებას. მამის შეცნობა ხდება ძისა და სულიწმინდის მეშვეობით. ძე გვიცხადებს და სულიწმინდა გვაჩვენებს ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი. ანუ მამის ნათელი არის სულიწმინდა და სულიწმინდაში ხედავთ ნათელ ძეს და ნათელ მამას. ქრისტე რო ამბობს რომ მე და ვისაც ჩემი მცნებები უყვარს, მასთან მოვართ მე და მამა და სავანეს დავიდებთ. სიმართლისმეტყველი განმარტავს რომ სავანე ეს არის სულიწმინდა. სულიწმინდა გვაყვარებს იესოს სიტყვებს, გვაგებინებს, გვინათებს მას, ის მოვა და გასწავლით ყველაფერს, ხო? და მოდის ძე და მამა და იმკვიდრებს სულიწმინდაში, ჩვენში სულიწმინდაში. სავანე არისო სულიწმინდა, სიმართლისმეტყველის სწავლებაა ეს. ეხლა სახლი არის განგებულება, დამასტრაიტელს და უკან არის ხე. აი ამ ხეს ვინც გვისმენს ეხლა შეიძლება აქედან კარგად არ ჩანდეს და აი ეს რუბლოვის ხატი ნახეთ ტელეფონში და ის ხე გაადიდეთ. გაადიდონ ეს ხე და ნახავთ ახლა რასაც ვიტყვი იმას. ამ ხეს აქ პირი აი იქეთ ამხარეს პირი. ტოტის აი რქებიც არის ტოტი, რქებივით არის. აი ესე არის მოღუნული გველივით შემოხვეული და კუდიც აქვს. აი ეს არის რომ როცა ადამს ქმნის ეშმაკი არის. ეშმაკი არსებობს უკვე. ანუ არის ესეთი სწავლებები რომ ეშმაკსო ადამის შეშურდაო და მერე დაეცაო, ეს არ არის სწორი. დაცემულია. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხი რომ რატო იყო 64. 64 არის მოდი ვთქვათ დედამიწის სამყაროს ქმნილების ზეციერი და მიწიერის ქმნილების ცენტრი. ჭიპი. 64. მაშინდელი. და სამი ხეა 64-ში. ხე სიცოცხლისა ცენტრალური ხე შეცნობისა, კეთილისა და ბოროტისა და ყოველი ხე მესამე. ყოველი ხე, ყოველი ქმნილება. ეს ნიშნავს რომ არის ღმერთი, არის ღმერთის მოწინააღმდეგე ბოროტებისა და სიკეთის შესაძნობი ეშმაკი და ის ხე არის ეს. და არსებობს სხვა ქმნილება, ყველაფერი. ეხლა აქედან ღმერთი ეუბნება, აი ეს ყველაფერი არის დადებითი, მაგრამ რასაც ის შემოგთავაზებს, ის არის უარყოფითი. ეს უარყოფითი არსებობს. ახლა იბადება კითხვა, რატომ საერთოდ რა უნდოდა რა ადამიანს ვერ გაკარებოდა ეშმაკი, ხო? ან რატო დაუშვა? რატო დაუშვა საერთოდ სამთხეში რა უნდოდა იმ ხეს? რა. ვიტო რა არსებობს. ვიტო რა არსებობს ეს. ეს არის უკვე ბოროტი არსებობს. ანგელოზი რო შექმნა მაშინ არ არსებობდა. მაგრამ ადამიანს რო ქმნის უკვე არსებობს ეს ბოროტი. ანუ ღმერთის მოწინააღმდეგე
და ეს ღმერთის მოწინააღმდეგე არის მკვდარი, მასთან შეხება კლავს. და ადამიანს თუ არ შეეძლებოდა მასთან შეხება, ადამი არ იქნებოდა სრულყოფილი. ადამი მუდმივი ბავშვი იქნებოდა, რომელსაც ჩვენ უგზავნავთ დინარეში ჩასვლას. იმიტომ რომ წაიღებს. იმიტომ რომ ვერ გადაცურავს, ხო? ანუ სუსტია. და ამ სფეროს ვერ ეხება. მაშინ ის როგორ იქნება ღმერთი? როგორ გახდება ღმერთი? თუ ის ისეთი სუსტია, რომ ბოროტი უცებ შეუძლია ბოროტს მოკლას. ამიტომ ის არსებობს, მაგრამ უხსნის, რომ ის ბოროტია, ის კლავს. და ადამმა ეს იცოდა. და ადამიანს არ შეშლია. ადამიანს სხვა რამე შეეშალა, როგორც პავლე მოციქული ამბობს, კაცი კი არ შემცდარავ, ქალი შეცდაო. ანუ ადამიანს არც გაკარებია ის, იცოდა რომ ადამი არ მიიღებდა. და ამიტომ მისი აფერისტობა და ეშმაკობა იმაშია, რომ ქალის მეშვეობით მოვიდა. თორე ადამი არც გაესაუბრებოდაო. და ქალმა არ იცოდა? ქალმა იცოდა, მაგრამ თავისი დედა შექმნა რბილი ბუნებისა, რომ რბილად გაეზარდაო ბასილი დიდი ამბობს, უფრო მიმღები ბუნების შექმნა. ადამიანი კაცრი ბუნების არის უფრო და დღესაც ესეა, ქალი უფრო რბილი ბუნების არის და კაცი კაცრია რა, კაცი ვით კაცრი, ქალი, ნუ რა ვიცი, ქალობას კარგავს. ხო და ადამმა ევა არ დატოვაო მარტო იმაში და თან არ იცოდა ეს ავგუსტინეს აზრია რომ ასეთი მკაცრი იქნებოდაო ღმერთი ამის გამო. ხო ეს მართებად ახლა ბევრი არის ესეთი რომ ღმერთი სიყვარულია და ღმერთი ყველას გადაარჩენს და ღმერთი სიყვარულია. აი ისინი ადამი ვიცდებიან. რომელსაც არ გონია რომ ღმერთი დამჯელიც არის მარტო სიყვარული კი არ არის. ღმერთი მოსამართლეც არის. ღმერთი სამართლიანიც არის. ხო და ღმერთი რო სიყვარულია ეს ვერ გადაგარჩენს. ამიტომ იმის გამო რომ ღმერთი სიყვარულია და ვავატიებს, ეგ უკვე ცდება. და ისიც აღმოჩნდება იქ სადაც ადამი აღმოჩნდა. სამწუხაროდ ესეა, მაგრამ ღმერთმა უშველოს ყველას. მოკლედ აი ეს არის ძის სახე და ის მარადიული მისია, რომელიც ძე მიტვირთა თავისი განკაცებით და რომ დაამარცხებდა იმ ბოროტს ადამიანში, ანუ ადამიანში დაამარცხებდა, ადამიანში დაამარცხებდა. ეს მოხდა. ანუ ჩვენში დაამარცხა, როგორც დასტაევსკი ამბობს, რომ ღმერთი და ეშმაკი იბრძვის და მათი საბრძოლობელი ადამიანის გულებია, ხო? ანუ ჩვენში დამარცხდა ეშმაკი. მთლიანობას იმას სხვა არაფერი მოსვლია. როგორც იყო ისეა. გამზადებულია მისთვის, ხო? ჯოჯოხით ეშმაკი ეუბნება, რომ დროზე ადრე რატომ მოხვედიო? ეგონა რომ ქრისტე ჩაკეტავდა საერთოდ და ამ ჯვარცმის შემდეგ მათ არ ექნებოდათ ადამიანებზე ზემოქმედების უფლება. და არ გაუკეთებია ქრისტეს. დარჩათ მას ის უფლება, რაც ჰქონდა ზუსტად ის უფლება დარჩათ. ოღონდ ადამიანმა გაიგო რომ ის ბოროტია. და ღმერთი რო კეთილი და სიყვარულია. აი ეს გაიგო ქრისტეთი. და ამიტომაც აი ეს ჯვარი გახდა სიცოცხლის ხე, იქაც ხო არის სიკვდილის ხე არის ამის უკან. მამრეს მუხა კი არ არის, მუხაა გამოყენებული რობლოვის მიერ ეშმაკის ფორმად. და ის ჩაანაცვლა ჯვრით, ანუ ჯვარმა სიცოცხლე გვიშვა. ხისგან ხო მივიღეთ, ანუ გველმა ის ناقოფი ხო შემოგთავაზა, ხის ناقოფი. რომლითაც ჩვენ დავეცით და მოშორდით ღმერთს. ასევე ქრისტემ შემოგთავაზა ხის, ანუ ჯვრის ناقოფი თავისი თავი. და ვინც მას ღებულობს, ვინც ეზიარება, ცნობიერად და ისედაც ის ღებულობს სიცოცხლეს. ამიტომაც არის შედარებული კვერთხზე არის, ანუ მთავარი კვერთხი ის, რაც დააქვთ, რითაც დადიან მღვდელმთავრები ის არა. წირვის კვერთხი არის, რომელიც ყველა წირვაზეა, აი ორი გველი არის, ხო და შუაში ჯვარია. და ეს ორი გველი ნიშნავს ძველი და ახალი აღთქმის სიბრძნეს პირველ რიგში
და ძველ აღთქმაში მოხდა ესეთი რაღაცა, რომ უდაბნოში როცა იყვნენ მოსეს დროს გველმა დაკმინა ებრაელები ეს უდაბნოში და იხოცებოდა ხალხი. დაკმინა შხამიანმა გველებმა. და მოსეს უთხრა ღმერთმა, რომ სპილენძის გველი გააკეთეო, ჯვარი აღმართეო და იმ ჯვარზე დაკიდეო სპილენძის გველი. და ვინცო იმედით შეხედავსო, გადარჩებაო. და რაღაცა საოცარი მოქმედება, აი მეც ახლა ბოლომდე ამოხსენი მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ წარმოიდგინე გველისგან დაკвенილი ისევ გველს შეხედავს და მორჩა. და არ ყვდება იმედით. თან და ქრისტესაც მოყავს ეს მაგალითი. როგორც მოსემ გველი აღამაღლაო, აი ისე რომ ამამაღლებენო მე ჯვარზეო, ჩემებსო ჩემკენ მივიზიდაო. მაშინ გავყოფო. ორწუნეს და ორწუნოს, ჩემი და არა ჩემი. და ერთი ესეთი ის არის რომ გველისგან დაკმენილი გველი შეხედვით, იმიტომ იკურნებოდნენ რომ როცა იცი საიდან მოდის სიკვდილი. მაშინ შეუძლია მხოლოდ განკურნება ქრისტეს შენი. როცა იცი რომ ის კლავს და ქრისტე აცოცხლებს. ამიტომ არის ორი ჯვარი, ანუ ორი ხე. იმან მოკლა ეს გააგებინა ქრისტემ, რომ ის კლავს, რაც ადამიანს უთხრა და ვერ დაიჯერა და არ დაიჯერა. აი ის დაანახა ქრისტემ, რომ ის კლავს, მისი ცნობიერება კლავს და ქრისტე განკაცებული ღმერთი აცოცხლებს. ორი მასწავლებელია კაცობრიობის. ერთი ბოროტი, ხისგან ხე არის ამ შემთხვევაში ნაყოფი, ხის ნაყოფი არის სწავლა, ცოდნა. ბოროტის ცოდნა და ქრისტეს განკაცებული ღმერთის მიერ მოცემული ცოდნა. აი ის კლავს, ეს აცოცხლებს. და აცოცხლებს სული წმინდის მეშვეობით დააკვირდით როგორ. ეს შესამოსელი როგორც გითხარით არის სიცოცხლის მომნიჭებელი, სული წმინდის ლოცვაზე არის სიცოცხლის მომნიჭებელი და მის უკან არის მთა. ხო, კლდე უფრო. კლდე, ხო. კლდე სინას თასავით, აი კლდე უნაყოფო კლდე. როდესაც მოსე ეუბნება ღმერთს რომ მახილვინა შენი დიდება, მოსეს ეუბნება ღმერთი რომ ამოდიო მთაზე და ადის მთის მწვერვალზე დადგაო მოსე და შევიდაო უკუნში, სიბნელეში და იქ იხილა ღმერთი. ამას ახლა გრიგოლ ღვთისმეტყველი მოკლედ ესე ძალიან მნიშვნელოვან განმარტებას აკეთებს. ეს არის სინერგია. ეს არის სინერგია ჩვენ ადრე ვთქვით, მაგრამ კიდე გავმარტავ, ენერგია არის მოძრაობა, სინერგია არის ერთმანეთისკენ მოძრაობა. ღმერთის და კაცის. ადამიანი ღმერთისკენ რომ მოძრაობს, ამისი აღნიშნული არის შინაგანი ამაღლების აღნიშნულად არის გარეგნული ამაღლება. თორე ახლა მთაზე ასვლა კი არ არის ამაღლება, მაგრამ შიგნიდან რომ ამაღლდეს, უნდა ამაღლდეს კაცი, რომ ღმერთს შეხვდეს. ანუ კაცი სულიერად უნდა ავიდეს სადღაც სიმაღლემდე, მთისწვერამდე, რომ ჩამოსული ღმერთი იხილოს და შეხვდნენ. თუ მიწი და კაცი ვერ ამაღლდა, ღმერთს ვერ შეხვდება. ეს განკაცების დროს, განკაცებული ღმერთის დროს მოხდა არა სინასთვის ამაღლებამდე, არამედ ლეღვზე ამაღლებით. აი ესეთ ლეღვზე ამაღლებით. ერთ პატარა ხელზე. ახლა ეს ლეღვზე ამაღლება რა იყო? ლეღვზე ამაღლება არ ნიშნავს იმას, რომ მაღლა ავიდაო, არა. სულიერად ამაღლებას ნიშნავს და რატო? საკე ხო დიდი კაცი იყო თანამდებობით და ლეღვსულელზე ავიდა, ანუ ბავშვთა ლეღვი, ბავშვები რომ ახტებოდნენ და ჩამოხტებოდნენ, ესეთი ლეღვი იყო.
ძველ ქართულში ხო, ლეღუსულელი წერია, ლეღუსულელი ანუ სულელთა ლეღვი. ხო, სულელთა ლეღვი, სულელს ბავშვებს ეძახდნენ. მე ხა დღეს ხო გაგება აქ სულელს, მაგრამ ანუ უგუნური, ხო, ჩვილი, უგუნური. ხო და იქ ხო ხალხი უყურებდა. და ეს მეზორეთ თავარი იყო. ეკონომიკის მინისტრი იყო რა მაშინ შეიძლება. უბრალოდ მეზორე კი არა, მეზორეთ. არა, მეზორეთის იყო. მინისტრი იყო ერთ-ერთი. ნუ მაშინ ეს სახელები არ იყო. მეგონი უფრო საგადასახადოს უფროსი. შეიძლება საგადასახადოს უფროსი იყო. ხო და თან წარმომადგენელი იყო რომის იმპერიის. თვითონ ებრაელი იყო, მაგრამ იმათთან თანამშრომლობდა, იმიტომ ზულდათ. იმპერიული ბიუროკრატიის ნაწილი. ხო. და ეს კაცი ავარდა ხეზე. რომ დაენახა ქრისტე. საკე. აი პატარა კაცი იყო და ანუ რა სიტყვიან სულელი ეს კაცი სადა რომ ამძრალაო, ხო? მაგას იტყოდნენ, რამდენი იტყოდა და რანი დაცინებდა. და რა ინტერესებს. ეს არის მიწიერი ცნობიერებიდან, საზოგადოებრივი ცნობიერებიდან, ვინ რა სიტყვის ჩემზე მე რო ასე მინდა ღმერთის დანახვა და მე ახლა დიდი ვარ და ეს ქრისტე ხო არავინ არ იყო მათ თვალში ვინ იყო ვიღაცა ხელოსნიშვილი რა ან იმ მომენტში რიგით ქადაგა დავარგები შეიძლება ხო გიბატონო რაღაცებს სასწაულებს აკეთებდა მაგრამ წარმომავლობა არ ქონდა წარმომავლობას აფასებდნენ მაშინ წარმომავლობა ქონდა დიდი სხვებს ხო და სახე წარმოიდგინეთ როგორი და ეს არის ამაღლება საზოგადოებრივ აზროვნებაზე იმისთვის რომ ღმერთი დაინახო ეს არის სინერგია ეს თუ არ მოხდა ღმერთისკენ სულა მიწიერი ამაღლებიდან მიწიერი ცნობიერებიდან თუ არ ამაღლდი ღმერთისკენ სულა არ ხდება და ამას ვერ შეძლებს სულიწმინდის გარეშე ამიტომ არის მთა სულიწმინდა რაც მიწიერი ცნობიერებიდან აგვამაღლებს ანუ მიწიერი შესაძლებლობიდანაც აგვამაღლებს ყოველგვარი შეზღუდულობიდან აგვამაღლებს გონებას აღამაღლებს მიწიერი მიდან აი დაცემულობიდან გონებას აღამაღლებს და მხოლოდ ამ შემთხვევაში შესაძლებელია უკვე შეცნობა სულიწმინდით ამაღლებული შეიცნობს ძეს მამას და თავისთავად სულიწმინდას და ასევე როდესაც სულიწმინდა გადმოვიდა დააკვირდით რა ხდება გონებისთვის შეუძლებელი ხდება მოციქულებისთვის შესაძლებელი და რა იყო გონებისთვის შეუძლებელი შეუძლებელია შენ თუ არ გისწავლია ენა იმ ენაზე ილაპარაკო ეგ შეუძლებელია და მოციქულები სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ ან სულთმოფენობაზე გადავედით ახლა უკვე გადავიდეთ სულთმოფენობაზე აქ თუ რამე გამომჩა ისე მოვუბრუნდები და ალაპარაკდნენ სხვადასხვა ენებზე ანუ იქ ყოფ ხალხო თავიანთ ენაზე ესმოდათო და თრალები ხო არ არიან და პეტრე ამბობს რომ ვის გაუგიო მესამე საათზე სიმთვრალე ანუ სადღაც მესამე საათი არის 9-დან 12 საათამდე დილის 9-დან 12 საათამდე თრალის არ გინახიათო მაგრამ დააკვირდით სულიწმინდა ათრობს ანუ ამა ესენიც არ იყვნენ მტყუნები ეს ხალხი თრალებივით რო იქცე მათთვის იმდენ უცნაურად იქცე ხო ანუ თრალივით ამიტომ არის ზიარება პური და ღვინო პური აძღობს ხო და ეს არის მშიერი რო ხარ ღმერთით ნეტარი იყვნენ მშიერნი და წყურვალი აი ეს შიმშილს გიკმაყოფილებს ღმერთის მიღება ღმერთის შიმშილს და ღვინო გონებას გიცვლის გათრობს ხო ღვინო ჩვეულებრივ ღვინო ხო გონება აი იგივე ხდება ღვინო იმიტომ არის სიმბოლო ანუ სისხლი არ არის სიმბოლო აი ღვინო იმიტომ ღვინოს იმიტომ აკეთებენ და არა არახს და არა იმას ღვინო ხო
რომ გონება ღვინო ჩვეულებრივი ღვინო გონებას ცვლის. აი ესე სულიწმინდით გონება იცვლება. და გონება ხედავს იმას, რაც გონებისთვის დაუნახავია. შეუძლებელია გონება მის ნახოს სულიწმინდის გარეშე და ამით ხვდები რომ სულიწმინდაა. შენთვის შეუძლებელი რომ შესაძლებელი ხდება. სხვანაირად სულს ვერ დაინახავ. და ამით ხედავდნენ მოციქულები, ამით ხედავდნენ წმინდა მამები. ამით ხედავთ ჩვენც. აი ეს როგორი რაღაცა არის, იცით, აი ეხლა ვინ ჩვენ გვიყურებს? მე ადრეც მithქვამს კიდევ ვიტყვი. აი ჩემი ხელი ახლა რა ფერიც არის, ეს არის იმიტომ ეს ფერი, ბუნება ესეთი აქვს, მაგრამ აქ მარტო ნათელთან მიმართებაში. როცა მე ნათელი მანათებს, მაშინ ვარ ეს ფერი. თორე სიბნელეში არ ჩანს. სიბნელეში ეს არ გამოჩნდება და არც მე მეწოდინება. არც ვინ თქვენ გიყურებს. არც იმან ვინც მე მიყურებს. იმანაც არის ის მე რა ფერის ვარ. და ეხლა მე ვამბობ რომ ასეთი ვარ. მაგრამ გონებაში შემიძლია მხოლოდ ამისგან ნათელი გამოვყო. ჩემი ხელიდან ნათელის გამოყოფა გონებაში შემიძლია. თორე სხვანაირად ახლა თქვენს ვერ გამოყოფ ჩემგან ნათელს. ნათლის გარეშე როგორი ვარ თქვენ არ იცით, ხო? ხო, იმიტომ ერთი სიბნელი იქნება. ხო, აი და ამიტომ ჩვენ როცა სულიწმინდა გადმოდის, ჩვენ მარტო გონებით შეგვიძლია თქვათ რომ ეს მისგან არის. თორე შენია. აი ეს ნათელი ხო ჩემია ახლა. აი ფიზიკურ ნათელს გულს ხო ჩემია, ეს მე ვარ. მე ესეთი ვარ, მაგრამ ნათელთან. და გონებაში შემიძლია მარტო ეს გავყო და ვთქვა ასეთი ვარ, იმიტომ რომ ნათელია, ნათელია მომანათა. ასევე გონებაში შეგვიძლია ჩვენ დავინახოთ ის, რასაც სული გვაძლევს. თორე ის მე არა ვარ. შეუძლებელია მე ასე ვიცოდე. შეუძლებელია მე ესე შევიცნო ღმერთი სულის გარეშე. შეუძლებელია მე ღმერთი ესე ავმაღლდე გონებით სულის გარეშე. და ეს ამიტომ მამები ამბობენ რომ ხედავ ღმერთად ხედავ საკუთარ თავს ღმერთად ღმერთში. თორე სხვანაირად სული წმინდას სულისგან ვერ გაყოფ. ამიტომ ამბობ პავლე მოციქული გონებ მეც მაქვს სული ღვთისა. გონებ მეც მაქვს. ანუ გონები თუ გამოყოფ, თორე ვერ გამოყოფ. და ამას აკეთებს სული წმინდა. რომელიც ჩვენზე გადმოდის. თუ ამას შენად არ ჩათვლი. თუ შენად ჩათვლი იმას, რა სულისგან არის. არა იმიტომ რომ მაშურს რამე არა. უბრალოდ გაგიჟდები. ამ პარტავნებაში ჩავარდები და გეგონება რომ შენ ხარ რაც ახლა. ანუ ადამიანებს ამ პარტავნებაში აგდებს არა მხოლოდ გარეგნული თანამდებობები, არამედ ცნობიერებაც. მაღალი ცნობიერება. და ამიტომ ყოველთვის თუ გამოყოფ იმას შენგან და არა ეს ღვთის არის. მაშინ შენ იქნები როგორც თავში ვთქვი, ჩვენ ვიქნებით როგორც აბრამმა თქვა. მე მიწადა ნაცარი, გავბედავ და ღმერთს ვეტყვი, გეტყვი უფალო, გავბედავ რომ თუ იქნა იქ ამდენი ხო არ მოსმობ. თან ბედა სხვის გამო. თავის გამო კი არა, სხვის გამო, სხვები უნდა გადაარჩინოს. და ამიტომ ბედავს ეს ნაცარი და მტვერი. მატლი და ნაცარი, დავით მეფე მატლს ამბობს. და ასევე სულიწმინდა აი არის სულიწმინდის ხატები, აქეთ ამ მხარეს არის ღვთისმშობელიც ის. ღვთისმშობელი, ეხლა სამება რა არის, მოდი ესეც ვთქვათ. აი წარმოვიდგინოთ მზე, ოღონდ შეუძლებელია მზე შევადაროთ, მაგრამ შეუდარებლად შევადაროთ, ანუ ბოლომდე ვერ შეადარებ. მზისგან გამოდის ნათელი და სითბო, ხო? თქვათ ეს ნათელი არის ძე, სითბო არის სულიწმინდა. შევადაროთ. და მზე, მამა, ნათელი ძე და სითბო სულიწმინდა. და როდესაც ჩვენთან მოდის ხილულად ეს სინათლე, მასთან ერთად არის
სულიწმინდა. ანუ უბრალოდ სითბო. სითბოც. ნათელს არ შეუძლია და სითბოს არ შეუძლია ნათლის გარეშე იყოს. და ნათელს არ შეუძლია სითბოს გარეშე იყოს. თუ ნათელია, იმას სითბო აქვს. ანუ ერთმანეთისგან ვერ გაყოფ. ეს არის კი ერთ არსებაა, მაგრამ აქ საპიროვნულობა იკარგება მზესთან. ასე არ არის სამება. როდესაც ძე განკაცდა, ჩვენ ვიცით, რომ ძე განკაცდა, არა მამა და არა სულიწმინდა. მამის ძალი მაღლისა მოვიდეს, ძალი სულიწმინდა მოვიდეს და ძალი მაღლისა ფარვიდეს შენ. ანუ ძალი მაღლისა ეს არის მამის ძალა სულიწმინდის მოქმედებით ძე ღვთისმშობლის მუცელში შემოიქარგავს, შემოიძერწავს ადამიანს. სამება მოქმედებს ქრისტეს განკაცების დროს. მაგრამ სულიწმინდით განიწმინდა მისი მოქმედებით ღვთისმშობელი, მაგრამ სულიწმინდა არ დამკვიდრებულა მაშინ. ქრისტემდე პირველი კაცია ქრისტე, კაცი იესო, რომელზეც გადმოვიდა სული და დარჩა მასში. მანამდე წინასწარმეტყველებზე მოქმედებდა სულიწმინდა, მაგრამ არ რჩებოდა მათში. და არც ღვთისმშობელში, და არც იოანეში. ეს არ დარჩენილა. და ღვთისმშობელში რჩება მხოლოდ და მხოლოდ 50 დღეს, ამიტომ ხატავენ ღვთისმშობელსაც. იმ ქოხში იყო. ან სულთმოფენობას უკავშირდება ეს მოვლენა. სულთმოფენობას უკავშირდება ეს მოვლენა. ეხლა რა ხდება სულთმოფენობაზე? სულთმოფენობის დროს, აი მე ადრეს ვთქვი და ეხლაც ვიტყვი, ეკლესია საერთოდ არის მართლმადიდებლობა, არის საოცარი სიმდიდრე. იმიტომ რომ ჩვენი წინაპრები მარტო ქართველები არ არიან. მთელი მოციქულებიდან დაწყებული, ვინც კი მართლმადიდებელი იყო, ყველა ჩვენია. ანუ იმ ხელა სიმდიდრე გვაქვს. ვისაც სულიწმინდა გასწავლიდა, იმათი სწავლება გვაქვს. აი ეს არის ახლა ერთ-ერთი საუცხოო სწავლება, რასაც ახლა მე ვიტყვი. ჩემი დაკვირვებაა სხვათა შორის. ასე განმარტებით არსად არ წერია, მაგრამ მე დავინახე, რატო გააკეთეს ეს მამებმა. კვირას, ანუ სულთმოფენობა ყოველთვის ემთხვევა კვირას. ანუ 50 დღე ყოველთვის მეორდება. 50 წელიც მეორდება და ასე შემდეგ. ამაღლება ყოველთვის არის ხუთშაბათი. და ამაღლებიდან 10 დღეში ყოველთვის არის კვირა. და სულთმოფენობა არის კვირა და წინა კვირა სულთმოფენობის. კვირა დღე. არის წმინდა მამათა ხსენება, პირველი მსოფლიო კრების. ანუ კრების მამათა ხსენება არის. და შემდეგ არის სულთმოფენობა და სულთმოფენობის შემდეგი კვირა, კვირა დღე. ეს არის ყოველთა წმინდათა კვირა. ანუ ყველა წმინდანის კვირა. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სულთმოფენობამდე იხსენიება ის მამები, ვისაც სულიწმინდის მადლი მისცა ქრისტემ. ეს არის ეკლესია. აი ეკლესიის დაარსების დღე ხო არის ეს, მაგრამ ეკლესიის მოქმედება სულიწმინდა მოქმედებს, იმიტომ არის ეკლესიის დაარსების დღე, მაგრამ სინამდვილეში ეკლესია დაარსდა მაშინ, როცა ქრისტემ შებერა მოციქულებს და უთხრა: მიიღეთ სულიწმინდა, ვისაც შეუნდობთ შეენდობა. აი ის არის, ის მოქმედებს და ეს ეძლევა ეკლესიას და ეკლესიაში ერარქებს.
ანუ მოციქულებს მიეცა და მოციქულები გვაძლევს მერე ყველას. გადასცემენ ყველას. ამას ქვია სამოციქულო ეკლესია. სამოციქულო ეკლესია იმას კი არ ამბობს, რომ მოციქულთა წერილი წავიკითხეთ და ესე იგი ჩვენ სამოციქულო არა. აი ის მადლი გადმოდის. ნათლობის, ჯვიწერის, მირონცხების, ნუ რაც არის ეს საიდუმლოები. აი ეს საიდუმლოებები აქ ამ მამებს. მაგრამ ეს მამები შეიძლება იყვნენ წმინდები და შეიძლება იყვნენ არაწმინდები. ვისაც ეს მადლი აქვს, ბევრი ყოფილა არაწმინდა. შემდეგ განუკვეთია ეკლესიას და ასე შემდეგ. ან თავის დროზე, ან დროის მერე, სწავლებიდან გამომდინარე. მაგრამ ეს მადლი ქონდა. მისი მონათლული იყო, მისი ის არ. სანამ განკვეთავს ეს მადლი აქვს. და ამიტომ სულთ მოფენობამდე არის ამათი ხსენება. მაგრამ სულთ მოფენობისას ვინც იქ იყო? მოციქულები და სხვები. იქ არ გადმოსულა ის ეკლესიის მადლი. ანუ ეს ეკლესიას რაც აქვს, ის ჯაჭვი. იქ არ არის უკვე ეს. ამიტომ არის ახლა ღვთისმშობელზე ხო გადმოვიდა სულიწმინდა, იქ ღვთისმშობელი იხატება. და შეიძლება ყველა დაიხატოს, ვინც იქ იყო. უბრალოდ არ არის აღწერილი. გალებიც იყვნენ იქ და ყველაზე გადმოვიდა. მაგრამ ღვთისმშობელს არ მიცემია ღვთისმსახურების მადლი. არავის არ მიცემია. ვიზეც იქ გადმოვიდა, მოციქულებს იქ არ მიცემია ეს, მანამდე მიეცათ. და ვიზეც ეს გადმოვიდა, ეს უკვე არის პიროვნული. ეს არის პიროვნული და ვიზეც ეს სულიწმინდა გადმოდის, ის არის წმინდანი. ვიზაც ქრისტემ მიცა, ის იმ დროს ყველა წმინდა იყო მოციქულები, მაგრამ ის მოციქულებმა შეიძლება არაწმინდას მიცენ. ნუ შეეშალა და მიცეს. შეიძლება იუდასაც მისცენ. და ყოფილა ეგეთები. და ამიტომ სულთ მოფენობის მერე არის ყველა წმინდანის ეს მღვდელმთავარი იქნება წმინდანი, მღვდელი იქნება, დიაკვანი იქნება, ქალი იქნება, კაცი იქნება, ბავშვი იქნება, კვირიკე იქნება თუ ვინც იქნება, ვინც წმინდანია, არის სული წმინდით განწმინდილი. აი ამ მოქმედებით, სული წმინდის გადმოსვლით. და აი ეს მადლი არის პიროვნული. სული წმინდა აი ძე აბრამს, ისააკ და იაკობს რაღაცა სამების წინა სახედ ამბობენ. აბრამი როგორც მრავალთა მამა და აბრამს არა მხოლოდ წარმართებიც აბრამის შვილები არიან ბევრი წარმართაგანი და ისააკის გამრავლდება ებრაელები და ისააკი აბრამს უთხრა ღმერთმა რომ შემომწირეო და ისააკი წაიყვანა შესაწირად და ისააკი გზაში ეუბნება ეს საინტერესო სიტყვებია მამაო სად არისო შესაწირიო როცა იმას აკიდებს შეშას ვერ ხდება რომ თავად არის ხო ნუ მაგას როგორ მიხდებოდა და არც აბრამი ეუბნება და ღმერთი გამოაჩენსო შვილო ეს სიტყვები მომწონს ღმერთი გამოაჩენს როცა გამოსავალს ვერ ხედავს შვილი უნდა შეწიროს მაგრამ მაინც ღმერთი გამოაჩენს და როცა დაკლა უნდა ისააკს დააწვენს შეეკრავს და უკვე ისააკი ხდება რა კლავენ მამამისი რო კლავს ხო და ცხვარი არის გამული რქებით იმაში და ანგელოზი ხელს გაუჩერებს და ის დაკალიო და დაინახავს ცხვარს და როგორ გაუხარდა გამოაჩინა ღმერთმა რა და მაგრამ ისააკი იყო იყო შეკრა აი ესე იყო შეკრულიო თელი ცხოვრება თავისი ნებით უკვე არაფერს არ აკეთებდა და ისააკი იმასაც ვერ ხვდება რომ ესავს არ ეკუთვნის მამად თავრობა ვერ ხვდება ბრმა არის და დაბრმავდა ბოლოს და დედა ატყუებს იაკობის მეშვეობით და იაკობისთვის მიაცემინებს დედა ხვდება ანუ ეს არის ეკლესია ხვდება ვის და ახლა ეს ქრისტესთან როგორ არის ხო აი ძე ხო განკაცდა და განკაცდა ეგ სადაც ჯვარს აცმევდნენ მაგრამ მაინც განკაცდა
და სულ ამბობს რომ მამისნებას აღასრულებს ისაკივით და იქ განგაცდა სადაც მოკლეს და იმათთან განგაცდა იმ ეკლესიაში მივიდა რომელიც არ მიიღებდა და იმათ მისცა მაგრამ იმათმა არ მიიღეს და ნუ მერე მეთევზეებმა მიიღეს ხო მაგაზე მერეც ვისაუბროთ ეხლა აქ სულიწმინდა ეგრე არ არის თუ არ იმსახურებს არ გადმოდის ის ხო აი ქრისტემ მისცა ეს მადლი ვისაც ფორმა იმას მიეცემა ფორმას ანუ მგლობა თუ მიცეს ეს მადლი აქვს მაგრამ ის არ იმსახურებს ღმერთისას არაფერს არის ესეთები აი არაფერს არ იმსახურებს საერთოდ მაგრამ მაინც აქვს ეს არის ძისისა მოცემულობა ანუ ქრისტეს მოცემულობა მაგრამ აი სულიწმინდა ყველაზე უმაღლეს საფეხურზე რო იდგეს ფორმით ეკლესიაში და ყველაზე უკეთესი კეთილმოქმედებაც ჩანდეს მისგან შეიძლება საერთოდ არ გაიგაროს და არ გადმოვიდეს ის მადლი ექნება რომელიცაც სხვას გადაარჩენს მაგრამ ის ვერ გადარჩება იმიტომ რომ სულიწმინდა არ გადადის იმადზე ვინც მას შინაგანად პიროვნულად არ იმსახურებს ამიტომ აი ეს არის კიდევ ერთი ის მინდა განმარტო ამ სულიწმინდის ეს ხატიც არის მეტყველური შუაში ზის აი შუაში არის მეფე ეს მეფე არის სამყარო სამყაროს პერსონიფიკაცია ხდება ანუ იორდანე უკუნიქსა მართლ უკუნ ანუ კაცის მოქმედებები იორდანესაც ხატავენ რაღაც კაცის იმით რომ უკან გარბის თებს და ასე შემდეგ ეს არის პერსონიფიკაცია სამყაროსი დედამიწის სამყაროსი და სამყარო როგორც მეფე რომელსაც ხელში უჭირავს ოლარი თეთრი ნაჭერი ნუ შეიძლება სხვა ფერიც იყოს რომელზეც დევს 12 გრაგნილი ის სოლები არის გრაგნილები ეს არის 12 მოციქული და აი ეს მადლი რომელიც ქრისტემ მისცა ეს 12 მოციქულს აქვს და 12 მოციქული გადასცემს და ეს არის ამ ქვეყანაზე სულიწმინდის მოქმედება ამათ მიერ მოქმედებს მაგრამ ეს ამ სოფელს ხელში უჭირავს ანუ ამ სოფელში არის მაგრამ ხელს ვერ კიდევს ხელში კი არ უჭირავს ის გრაგნილზე უჭირავს ანუ ეს ნიშნავს იმას რომ ამ ქვეყნის მთავრები და ამ ქვეყნიური ადამიანები მას ვერ ეხებიან მიუხედავად იმისა ამ სოფელშია ღმერთი ამ სოფელშია მაგრამ ეს სოფელი ვერ ეხება მას და ეს სოფელი ვერ ღებულობს ვერ ეხებაში იგულისხმება ვერ იღებს მას თუ ეკლესიის მეშვეობით არ მიიღო ამიტომ არის გადარჩენა ეკლესიაში ამას ნიშნავს გადამრჩენი მადლი არის მხოლოდ ეკლესიაში არ ვიცი რა გამოგჩა მაგრამ ჩვენი მაყურებელი მე ძალიან საინტერესო სხვა შორის ეს ხატწერის სიმბოლიზმისა და ელემენტების ღვთისმეტყველური აღწერა ძალიან საინტერესო იქნება მაყურებლისთვის ჩემთვისაც ძალიან ბევრი რამ იყო სიახლე და ღვთისმეტყველების კუთხითაც და ზოგადად ხატების ფრესკების უკეთესად აღქმის და შეფასების ნაწილშიც მე მგონია რომ ეს მეთოდი უფრო ხშირად უნდა გამოვიყენოთ ამ ციკლის დროს დღეს არის დარღვევა და მაგაზეც ვიტყვი შეცდომა და იცოდეს ჩვენმა სმენელმა რომ სამი ანგელოზი არ გამختარა როგორც თქვი სამება ანუ ეს არის როგორც მტრედის სახით იყო ანგელოზის სახით ადამიანის სახით სამება ანუ ძე განკაცდა და ძემ თქვა ვინც მე მიხილა მამა იხილა ამიტომ სამების ხატი არის იესო ქრისტე ჩვენ ვართ იესო ქრისტეს ხატები და სამების ხატი არის პანტოკრატორი ყოვლის მყრობელი ნიშნავს მაცხოვარს წიგნი რო უჭირავს და მაკურთხეველი ხელით რო არის ეს წიგნი ხან დაკეცილია ხან ღიაა და ქრისტეს სიტყვები წერია ეს არის სამების ცენტრალური ხატი ქრისტეა სამების ხატი
ქრისტეს ხატი არის სამების ხატი, ანუ ქრისტეს ხატია, ეს ხატი ქრისტეს ხატია და ქრისტე არის სამების ხატი, ვინც მე მიხილა, მამა იხილა და მასია ძე და სულიწმინდა, ძე განკაცდა, სულიწმინდა მასში დამკვიდრდა. ამიტომ აი დღეს სამების ტაძარში მაგალითად ქრისტეს ხატი არის ამოვარდნელი. არ არის. ქრისტეს ხატი არ არის, ცენტრალურ ადგილას არის სამების ხატი და თან ის სამებაც არ არის ესეთი კანონიკური. ანუ კანონიკურად არ არის დახატული ეს წარგზავნილის ნიშანი მამასაც აქვს, მე მგონი და ასე შემდეგ. იქ უნდა იყოს ქრისტეს ხატი. აუცილებლად. ანუ ცენტრალური ხატი ტაძარში არის ქრისტეს ხატი კანკელზე. და ქრისტეს ხატი არა ჩვილის, არამედ პანტოკრატორი, ყოვლისმხრიველი დღევანდელი მოცემულობაა. დღევანდელი დაჯდა მარჯვენით მამის. ეხლა იქ არის და ის არის, რა ქვია მაგას, ღვთისმშობელი და ყრმა. ეს არის ისტორიული ხატი. ქრისტე ყრმა არ არის. ის არის ისტორიული დედაშვილობის. იყო ესე. დედაშვილური სიყვარულის ხატია და არა რეალობა. ამიტომ ადრე როცა ტაძარს ხატავდნენ, ცოტა გაგვიძელდა, მაგრამ საინტერესოა ტაძარს ხატავდნენ, წალენჯიხის ტაძარი არის ძალიან კანონიკურად მოხატული. წალენჯიხის ტაძარი საკურთხეველში ეს ბიზანტიელის მოხატულია და ბიზანტიელებმა იცოდნენ და ჩვენ ხშირად ვარღვევდით ხოლმე, ან ხან უცოდინრობით და ხან რა ვიცი, ტრადიციით. ღვთისმშობელი არის ორანტა, ანუ ხელაპყრობილი და გვერდით არის პეტრე და პავლე. ეს არის საკურთხეველი არის 60-ის განსახიერება და კანონიკით საკურთხეველში ღვთისმშობელი ყმით არ უნდა ეხადებოდეს. ეხლა ხატა, მეც ხატავ, ხო, ნუ მიღებულია, მაგრამ ეს არ არის კანონიკური. იმიტომ არ არის კანონიკური, რომ ის ღვთისმშობელი განასახიერებს, როგორც მასში დამკვიდრდა ქრისტე, ანუ ძე, აი ასე ღვთისმშობელი 60-ს განასახიერებს, 60-ს, ანუ ღმერთის სამკვიდრებელ ადგილს. და იქ არ არის ყრმა. ყრმა ისტორიულია. და ამიტომ საკურთხეველი ყოველთვის აი ქრისტე საკურთხეველში გვიან გადმოვიდა. ჩამოიყვანეს ზემოდან. და მოხდა ეს დასავლეთში. ბიზანტიაში არ იყო. ბიზანტიაში მე გვიან შემოვიდა. ანუ ქრისტე იხატებოდა გუმბათზე. როგორც თავი ეკლესიისა. და შემდეგ გადმოიყვანეს ქვემოთ და ყოვლისმყრობელი დახატეს. ეს იქაც ყოვლისმყრობელია. ყოვლისმყრობელი ნიშნავს ამას და წესით იხატებოდა ღვთისმშობელი. და ამასაც ვიტყვი, ესეც დარღვეულია ერთი მოდელი ხადაგებს, რომ აგერო თქვენ რო უყურებთ ამ ტაძარსო. აგურები ჩანს შიგნიდან. ესო აგურები კი ჩანსო, მაგრამ ეს აგურები არ არის, ესო ქრისტეს სხეულიაო. ანუ ეკლესია და ტაძარი გაიგივეს და იმასაც გონია, რომ ტაძარი ქვები არის ქრისტეს სხეული. და ქვები არ არის ქრისტეს სხეული. ქრისტეს სხეული ვარ ჩვენ. და რას ნიშნავს, რომ ქრისტე ჩვენ ყველანი ვართ ქრისტეს სხეულები და ქრისტე არის თავი ეკლესიისა. ახლა თავი ეკლესიისა ესეც სამების ხატად ასევე მიჩნეულია გონება. გონება, სიტყვა და აზრი. გონება, მამა, სიტყვის გარეშე ხო არ არსებობს გონება. და გონების გარეშე არ არსებობს სიტყვა. და სიტყვას აქვს თავისი აზრი. აზრი მოყვება. აზრს ვერ ხედავთ, მაგრამ აზრს ხედავთ, ხო? სიტყვა გვესმის, მაგრამ აი ეს აზრია, ანუ სულიწმინდა. და როდესაც ჩვენში შემოდის ღვთის სიტყვა ღვთისა, თავდაპირველად იყო სიტყვა იყო ღმერთ. როცა ეს შემოდის და ჩვენში იმკვიდრებს, აი ამ გონებაში იმკვიდრებს მამა და სულიწმინდა. როცა ქრისტეს გავყვებით, ხო? იმიტომ რომ ნათლობა ქრისტეთი იწყება სიტყვით. და ჩვენი თავი, ანუ ჩვენ როცა ვიმართებით ღვთის სიტყვით, მაშინ ჩვენი სხეული ეკუთვნის მას. ამას ნიშნავს პავლე მოციქული ამბობს, მე არ ცოცხლებ ჩემშიო.
არამედ ქრისტეო. როცა უთმობ შენს თავს ქრისტე აგზელებს ცხოვრებას. როცა ის არის შენი თავი, ეხლა ბევრმა დაიწყო ჩვენი მობაძვა და ისე ხადაგება რომ ეს არის ქრისტე ჩვენშიაო და უნდა დავინახოთ და ქრისტეს ვერ დაინახავ შენში თუ ქრისტეს სიტყვა და სიმართლე არ არის შენში. ის არის სიმართლე, ის არის ჭეშმარიტება. აი მაგალითად როგორ შეიძლება ქრისტეს სიმართლე დაინახო. როცა იტყვი მაგალითად ქრისტემ თქვა ფარისევლებზე, შეფეთქილი საფლავები არიან. შიგნით არის მატლით სავსეო. ჰეროდესზე თქვა ეს მელაო ეს. და ასე შემდეგ. ანუ როცა მართალ შეფასებას აკეთებ. მაშინ არის შენში ქრისტე. აბა როგორ შეიძლება ფორმის გამო ქრისტე შენში არ არის. როგორც თქვი, სულიწმინდა არ გადმოდის და სულიწმინდა ვერ გაჩვენებს, არ გაჩვენებს მას. ამიტომ ჩვენში როცა დაიმკვიდრებს ღმერთის სიტყვა და ჩვენ როცა მას დაუწყებს სახურებად, მაშინ არის ის ჩვენი თავი, მას მივყვებით და ჩვენ ვართ მისი სხეული. მადლობა მამა. მიულოცოთ კიდევ ერთხელ სულთ მოფენობა ჩვენს მსმენელს, ჩვენს აუდიტორიას. კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ გადაცემათა ციკლი მამა დოროთეს ამბიონი ყოველკვირეულად ვრცელდება YouTube გვერდ დროების მეშვეობით, დროების YouTube არხის მეშვეობით. შემოგვიერთდით, გვისმინეთ, მოგწერეთ თქვენი კომენტარები, თემები, საკითხები, რომელიც თქვენ გაინტერესებთ და ჩვენ ამ გადაცემათა ციკლის მიმდინარეობისას მას აუცილებლად გამოვეხმაურებით. დღეს აქ დავამთავროთ, შევხვდებით ერთმანეთს კვლავ ერთ კვირაში.